მოგესალმებით ფედერალურ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. დღეს გესაუბრებით კვლავ თვითმმართველობის შესახებ. ჩვენ არაერთგზის მოგვიწევია სტუდიაში თვითმმართველობის წარმომადგენლები. დღეს თბილისის დიდგორის რაიონის გამგებელი ბატონი გოგიტა ნიკოლაძე სტუმრობს ღია სტუდიას. მოგესალმებით ბატონ გიორგი. მოგესალმებით ბატონო. მადლობას მოგახსენებთ. მე დიდი სახელი დაგეზღეთ გოგიტა ასე მოგმართავენ ყველა თქვენის ნებართვით მეც ასე მოგმართავთ და რასაკვირველია უნდა უთხრათ გადაცემის შევახსენოთ უბრალოდ ჩვენს მსმენელს რომ ეს რაიონი დიდგორის რაიონი ყველაზე ახალგაზრდა რაიონია 2007 წელს შეიქმნა ეს რაიონი ცნობილია ჩვენი მსმენელებისათვის რომ ამ პერიოდისათვის დედაქალაქს შემოერთა თბილისის ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელი და ძირითადად სწორედ აი ამ სოფლებს აერთიანებს დიდგორის რაიონი. ამის თაობაზე ბატონი გოგიტა ნიკოლაძე თვითონ მოგახსენებთ და მოგახსენებთ იმის თაობაზეც რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, აი იმ სპეციფიკიდან გამომდინარე რომ შემოერთებული რაიონი, რომ ძირითადად სოფლები შედის მის გამგებლობაში, რა სპეციფიკური საკითხები აქვს გადასაწყვეტი, რას წყვეტენ რაიონის გამგეობაში და ამავე დროს მინდა ჩვენს მსმენელებსაც ვთხოვო თუ ჩვენ ყველა საკითხს ვერ მოვიცავთ ამ რაიონის თაობაზე შეგვეხმიანეთ, შეგვახსენეთ რაღაც საკითხები, რაც თქვენ გაწუხებთ იმის თაობაზე დაგვირეკეთ, რაც თქვენ მოგწონთ შეგიძლიათ ამის თაობაზე შეგვეხმიანოთ, როგორც შეკითხვების დასმის საშუალება გაქვთ ღია ეთერში, ასევე შეგიძლიათ მოსაზრება გაუზიაროთ ბატონ გოგიტას და ყველა ჩვენს მსმენელს, ამისათვის აი ამ ტელეფონებით უნდა ისარგებლოთ 240 91 92 და 240 92 92. ღია სტუდია გაიგო ყველა თქვენგანთვის და სიტყვას ვაძლევ ბატონ გოგიტა ნიკოლაძეს. რაიონის თაობაზე გითხარით ჯერ აი ძირითადი სპეციფიკური მაინც რა არის თქვენთვის. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვესალმები ჩვენ მსმენელს. მე მინდა აღვნიშნო რომ ნამდვილად ახალგაზრდა რაიონია ჩვენი რაიონი. 2007 წელს შეიქმნა, მის შემადგენლობაში შევიდა 12 სოფელი, რომელიც მდებარეობს ტერიტორიულად თბილისთან ახლოს და გამომდინარე იქიდან რომ პრობლემა არ ქონოდა მოსახლეობას, კომუნიკაციის და შესაბამისად იმ კუთხით რომ მათ ქონოდათ ყოველგვარი შესაძლებლობა ესარგებლათ სერვისებით თბილისთან მიმართებაში რაც არის, დედაქალაქთან მიმართებაში, ამ კუთხით გადაწყვეტა ჩამოყალიბდა ეს რაიონი. რაც შეეხება იმ პრიორიტეტებს, რაც არის განსაზღვრული რაიონში, ძირითადად იმ თვალსაზრისით, რომ განხორციელდეს სამუშაოები, ეს არის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რადგანაც ტერიტორიული მოწყობით ეს არის სოფლის ტიპის შესაბამისად დასახლება, აქ არის როგორც უმეტესწილად კერძო სექტორი, შესაბამისად არის საცხოვრებელი კორპუსები, კერძოდ ეს არის წყნეთში, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრია რაიონის და შესაბამისად კოჯორში და ტაბახმელაში. ამ თვალსაზრისით ძირითადად უკვე დაწყებულია ამ წლების მანძილზე განხორციელდა და ასევე მიმდინარეობს პირველ რიგში როგორც აღნიშნე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს შეეხება როგორც გზებს, საგზაო სამუშაოებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სოფლის გზები გარკვეულწილად წლების წინ ადრინდელ პერიოდზე მაგ არ იყო იმ დონეზე მოწესრიგებული, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ მივყვებით და პირველ რიგში მთავარი მაგისტრალები, რაც არის საარსებო არტერია სოფლების და შესაბამისად მეორე ხარისხოვანი გზებიც ეტაპობრივად შიდა გზები ეგრეთ წოდებული შიდა გზები. ფაქტიურად წელს ჩვენ რაც შეეხება ამ საგზაო სამუშაოებს, ფაქტიურად 17,000 კვადრატული მეტრი ასფალტის სამუშაოები ჩატარდა რაიონის ტერიტორიაზე, ეს იყო ძირითადად ის მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, დაზიანებული გზები, რომელიც არის და ამავდროულად ის მთავარი მაგისტრალების ფრაგმენტული ნაწილები, რომლის შეკეთებაც განხორციელდა. ეს რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს. ერთი ყველაზე ძირითადი ბოდიშურთი ჩაგერთვებით საუბარში ბატონო გოგიტა ცნობილია ჩვენი მსმენელებისთვის და ძალიან ბევრი
გვისმენს თბილისში, თბილისელებისათვის ძალიან საყვარელი სოფლებია ეს ახლომდებარე სოფლები, სადაც დასასვენებლად გავდივართ ხოლმე, შეძლებს დაგვარად თბილისელები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, წყნეთი, კიკეთი, კოჯორი და კიდევ სხვა ახლომდებარე სოფლები და მუდმივი პრობლემა იყო ამ სოფლებში წყლის პრობლემა. ამ თვალსაზრისით რა კეთდება, თუნდაც მას შემდეგ, რაც ახალი რაიონი ჩამოყალიბდა, ამან ალბათ არაკი ინფრასტრუქტურაზე საუბრობთ, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი ესეც არის, ხო? დაგეთანხმებით, ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ გარკვეულწილად მომარაგება იმ სოფლების, რომლებიც რაიონის შემადგენლობაშია, შესაბამისად ხორციელდება ეს კომპანია თბილისის წყლის მიერ, მიწოდება ხდება, შესაბამისად ეს ხორციელდება გრაფიკით. ყველა სოფელს თავისი გრაფიკი აქვს საათობრივი მიწოდების, მაგრამ გამომდინარე იქიდან, ვინაიდან დეფიციტი იქნება წყლის მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ ზაფხულის პერიოდში, როდესაც დამსვენებელი მატულობს რაიონზე და მოხმარება იზრდება წყლის, შესაბამისად გარკვეულწილად მცირდება რაოდენობა და გადავწყვეტეთ წელს ჩვენ პირველ ეტაპზე განვახორციელეთ პროექტირება სოფლების, სადაც უნდა დაიწყოს და განხორციელდეს წყალმომარაგების გაუმჯობესება. ეს ძირითადად აქცენტი განხორციელდა და მოხდა სოფელ შინდისზე, ვინაიდან ყველაზე რთული სიტუაცია და მდგომარეობა სოფელ შინდისში იყო წყალმომარაგების თვალსაზრისით. დაპროექტდა ფაქტიურად უკვე ეს სოფელი მთლიანობაში, გარკვეულწილად სხვა სოფლებზეც გვაქვს საუბარი, ჩვენ ეს ტაბახმელას შეეხება, ასევე კოჯორს შეეხება, კიკეთს შეეხება. ფაქტიურად ეს მოიცავს დაახლოებით 4,500 გრძივ მეტროზეა საუბარი, რომ განხორციელდეს მთავარი ქსელის მოწყობა, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე განხორციელდება დაქცევა, მაგრამ წლევანდელი ჩვენი პროგრამით ესე განვახორციელებთ, რომ პროექტირების დასრულების შემდეგ უკვე განხორციელდება სახელმწიფო შეწყვეტა სამუშაოების შესრულებაზე და ფაქტიურად ჩვენ გარდამავალი პერიოდიდან გამომდინარე, ალბათ გაზაფხულიდან, მომავალი წლის გაზაფხულიდან უკვე დავიწყებთ სამუშაოებს და წლის ბოლოსთვის, იმ წლის ბოლოსთვის უკვე დასრულებული გვექნება აი მთავარი მაგისტრალების მოწყობა სოფლებში. ბატონო გოგიტა, მინდა გითხრათ, ეს თქვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეს ჩვენი რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დროს ასეთი კითხვა მინდა დავსვამ, რა საკვირველია, არანაირი პრეტენზია თქვენ ამ შემთხვევაში არ გეხებათ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც თბილწყალმა, ანუ ჯორჯიან ფაუერმა ჩაიბარა ეს ფუნქცია დედაქალაქის, ესე იგი აიღო თავის თავზე და დაუკვირდა, რომ 2012 წლისათვის ყველგან იქნება 24 საათიანი მომარაგება, ამ დროს თქვენი რაიონი არსებობდა. მათთვის ცნობილია, რომ იქ განსაკუთრებული სპეციფიკაა, რომ ეს რაიონის თბილისია, რომ მასაც ჭირდება 24 საათიანი უზრუნველყოფა. ხარ თქვენ გათვალისწინებული ამ 24 საათიანში იმ ვადებში, რამაც შემოგთავაზა ამ კომპანიამ? ბატონო, მე დავაკონკრეტებ, ბატონო გოგი. თქვენ არ გეხებათ მესმის ეს რა თქმა უნდა, არა, მე გეტყვით ინფორმაციის დონეზე, ისეთ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, ჩვენ თანამშრომლობთ და ურთიერთობთ ამ კომპანიასთან. აქ არის საუბარი, რომ 2012 წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს დედაქალაქის ძველ საზღვრებში მომარაგების განხორციელება, ხოლო რაც შეეხება ახალ შემოერთებულ რაიონებს და ტერიტორიებს და სოფლებს, განსაკუთრებით ჩვენ რაიონს, მისი განხორციელება და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება უკვე 24 საათიან გრაფიკზე აქვს საუბარი, 2013 წლიდან უნდა დაიწყოს. გეგმა გრაფიკით ეს ეხორციელდება, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყველანაირად ვითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას, საკუთარი ძალებით განვახორციელებთ ამას და შესაბამისად მერე უკვე ჯორჯიან ვატერ კომპანია განახორციელებს უკვე დაქცევის სამუშაოებს და ანუ მთლიანობაში ჩვენ ეს წაადგება სამომავლოდ მათ რასაკვირველია, რა თქმა უნდა, საერთოდ ცნობილია, რომ რეგიონებში ძირითადად ყველგან დედაქალაქის მიღმა, ასე ვთქვათ, სწორედაც რომ თვითმმართველობის მოსაგვარებელია ეს საკითხები, წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა, გზები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაშიც თქვენი მონაწილეობა კი ბატონო გასაგებია, მსმენელი გვიკავშირდება, მოგესალმებით შეკითხვა, ალო გისმენთ?
გამარჯობა. წარმატებებს უსურვებ თქვენ სტუმარს და მაქვს ასეთი შეკითხვა. მართალია დისკურის მაცხოვრებელი არ ვარ, მაგრამ ალბათ ყველა რაიონისთვის ერთი და იგივეა ეს. ვარ სოციალურად დაუცველი, ალბათ 19,000 ქულა მაქვს. ანუ ძალიან მიჭირს და ყოველთვის როცა მივდივარ ხოლმე გამგებაში, მივხვდები რომ როგორც სოციალურად დაუცველი, რადგან პროგრამებში ზიღარ და დაუშვათ ფულად თანხას ვიღებ, ამიტომ ჩვენ არ გვეკუთვნითო და იქნებ სიახლეა რაღაცა ნებისმიერი სახის დახმარება, სანტექნიკად გამოსულია წყობიდან, იქ სავენტილაციო მილია დასაწმენდი, მე თვითონაც ზამთარი დადგა და ან ფერზე, ან ჩასაწმენდი რაიმე დახმარება თუ შეუძლიათ, ან ფულადი თანხით რო წამლების ეზიდოთ ან რაღაც ამგვარი. ანუ სოციალურად დაუცველებისთვის აქვთ თუ არა უფლება გამოყონ რაღაცა დახმარება, როგორც გამგეობა. მე ერთი შეკითხვა და მეორე შეკითხვა. ჩვენი წყლის მილები არის თვითონ კორპუსში ძალიან დაზიანებული. და ვიცი რომ 30% თანადაფინანსები და 70% მერია, მაგრამ იმ 70%-ს ალბათ მთელი კორპუსი უნდა გამოცვალოება. ჩვენ კიდე აი ესე მწრიანად ორგანიზებას ვერ ვახერხებთ, სულ 34-40 ოჯახია და 5 ოჯახს გვაქვს ერთ მხარეს, თან მხარეს მილი გაფუჭებული და ნაწილობრივ თუ შეიძლება შევადგინოთ ხარჯ-მაღრიცხვა და შევიტანოთ და ეს თანადაფინანსება მოვითხოვოთ მადლობთ. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. მართალია უშუალოდ დიდგორის რაიონს არ ეხება ბატონო გოგიტა, სვენელმა დიზონ აღნიშნა, თუმცა ისიც თქვა მან და ვეთანხმები მე პირადად რომ ასეთი საკითხები და ასეთი პრობლემები ალბათ თქვენთანაც არის, ხო? თქვენს გაქვთ გადასაწყვეტი ამხანაგობა იმის მიუხედავად რომ სოფლები ამხანაგობები თქვენთან არსებობს, უკვე ბრძანეთ თქვენ რომ რამდენიმე დასახლებაში არის საცხოვრებელი კორპუსები და ბუნებრივია აქ ამხანაგობები ფუნქციონირებს. წინასწარი მონაცემებით მე ისიც მაქვს აი თქვენი მონაცემიდან რომ 73 ამხანაგობა არის თქვენს რაიონში. ასე რომ აი ამ საკითხებზე თუ შეიძლება ჩვენს მენელს რომ უპასუხოთ და შემდეგ სხვა ძირითად საკითხებს კვლავ შევეხოთ. მე შევახსენებ ჩვენს მენელს რომ დიდგორის რაიონის გამგებელი ბატონი გოგიტა ნიკოლაძე სტუმრობს ღია სტუდიას და რომ ჩვენი ტელეფონებია 240 91 92 და 240 92. მაშინ სიღარიბის ზღვას გამოთქვა. მოგახსენებთ ვეთქვი ჩვენს მენელს რომ გარკვეულწილად ის სოციალური პროგრამები რაიონულ გამგეობებში არსებობს. მან ახსენა რაც შეეხება წამლებთან დაკავშირებით დახმარების კუთხითო. მათ შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა რაიონის გამგეობაში ხორციელდება სოციალური პროგრამები და სოციალურ დაუცველ ოჯახებს ჩვენი მხრიდან ხორციელდება დახმარება როგორც მედიკამენტების შეძენის თვალსაზრისით, ასევე თუ კი რაიმე პრობლემატიკა ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ გვაქვს ეს პროგრამა შესაბამისი და უზრუნველყოფთ იმას რომ განახორციელონ ან მკურნალობა, ან ოპერაცია და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რასაც უშუალოდ სახელმწიფო სოციალურ ის პროგრამები რაც არის სახელმწიფო პროგრამა იმის გარდა, იმიტომ რომ შესაბამისად პროგრამები აი ეს საინტერესებდა ზუსტად პროგრამები ახლავთ როგორც არის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ასევე ქალაქის მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის პროგრამები და დამატებით კიდევ ჩვენ ვახორციელებთ იმ პროგრამებს, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის მოსახლეობისთვის და ვეხმარებით მათ. ხოლო რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც შეეხება საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული მილის გამოცვლას, ეს ნამდვილად ესეა რომ თანადაფინანსების ფარგლებში ამხანაგობების კუთხით უნდა განხორციელდეს, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამ უთხრა, შეიძლება მთლიანი არ იყოს გამოსაცვლელი, მაგრამ თუ ამხანაგობის კრების თანხმობა იქნება და უმრავლესობის თანხმობა იქნება, შეიძლება მათ გარკვეულწილად ის ხარჯ-დაღრიცხვა იმ ნაწილი მონაკვეთის რაც დაზიანებულია, იმისი გააკეთონ და შეიტანონ გამგეობაში და თანადაფინანსების კუთხით მთავარია თანხმობა იყოს ამხანაგობის და განახორციელონ ეს სამუშაოები. დიდი მადლობა, გასაგებია. ისევ ერთი სპეციფიური შეკითხვა ბატონო გოგიტა, რომელიც სწორედაც რომ იმის გამო რომ სოფლების მაცხოვრებლები შემოუერთდნენ ამ შემთხვევაში და რაიონად ჩამოყალიბდნენ თბილისის რაიონად, შეიძლება დარჩა ეს პრობლემა, უბრალოდ თქვენთან მინდა გავარკვიოს. ეს ეხება კოლექტიურ რიცხველებს წლების განმავლობაში. პრობლემა იყო, პრობლემა არის ჯერ კიდევ და მიმდინარეობს გამრიცხველიანება. აი ამ 12 სოფელში, რომელიც თქვენს გამგეობაში შედის, როგორ არის საქმე ამ თვალსაზრისით? ამ თვალსაზრისით მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტიურად თითქმის
დასრულებულია ყველა სოფელში გამრიცხველიანება, ეს ეგრეთ წოდებული ეს ძველი კოლექტიური მრიცხველები, რაც იყო ფაქტიურად უკვე ამოღებულია ხმარებიდან, მაგრამ პრობლემა რჩება იმ ძველ დავალიანებებზე, რომლებიც მოსახლეობას თან მოყვება აი ამ ეგრეთ წოდებული კოლექტიური მრიცხველებიდან. მაგრამ რაც შეეხება ამ თემას, ჩვენ გვქონდა შეხვედრა თელასის ხელმძღვანელობასთან, ჩვენი რაიონის, ძალიან მნიშვნელოვნად ეკიდებიან ამ საკითხს, რომ ნამდვილად ძნელია მოსახლეობამ დაუშვათ ულცებ ერთობლივად გადაიხადოს ეს ძველი დავალიანება, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩვენ შევთანხმდით შემდეგ პირობებზე, რომ ის მიმდინარე დავალიანება, რომელიც მათ ერიცხებათ ახალ მრიცხველზე, ისინი განახორციელებენ ამის გადახდას, ხოლო ეტაპობრივად შესაბამისად მათ უნდა მიმართონ ჩვენი რაიონის თელასის სერვის ცენტრს, სადაც ისინი უზრუნველყოფენ აი ამ ყველაფრის გადაანგარიშებას დახარჯული მოხმარებული ელექტროენერგიის იმ წინაწლების, რაც დავალიანებად ეწევებათ მათ და ეტაპობრივად შეიძლება ეს გაიწელოს ვადებია მიცემული დაწყებული 12 თვე, 24 თვე, 48 თვე, შეიძლება 4 წელიწადიც გაიწერება ეს შესაბამისად დავალიანება და მათ შეუძლიათ ეტაპობრივად მიმდინარესთან ერთად დაფარონ. არის მეორე შემოთავაზება, რომელიც ეგრეთ წოდებული ოჯახებში იყო ძველი მრიცხველები, თუ მათ ესეთი მრიცხველები გააჩნიათ, მათ შეუძლიათ მიიტანონ სერვის ცენტრში ეს მრიცხველები, ისინი უზრუნველყოფენ შემოწმებას, თუ იქ დაზიანება და ესეთი დარღვევა არა ამ მრიცხველებზე, ბოლო რიცხვი რაც არის მაჩვენებელი, დაფიქსირებული და ისინი თვლიან, რომ ის გადახდილია, აი ამის შემდგომ დაარიცხული რაც იქნება დავალიანება, იმაზე გადაუანგარიშებენ და იმის გადახდა. მრიცხველები მიაქვს? ოღონდ შეუძლიათ მათ რომ მიიტანონ თელასში და თელასი თვითონ უზრუნველყოფს შემოწმებას მათ ლაბორატორიაში. ამის, ანუ სხვადასხვა გზა არის ფაქტობრივად იმის, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოთ მოსახლეობას, რომ მათ ეს ძველი ეგრეთ წოდებული დავალიანება ეტაპობრივად განახორციელონ მათი დაფარვა. მაგრამ აუცილებელია, რომ მიმდინარე დავალიანება თუ კი აქვს მიმდინარე გადასახადი, ის დაფარული იქნას. გამრიცხველიანება დასრულებულია. ფაქტიურად დასრულებულია რაიონში გამრიცხველიანება და მინდა დავამატო, რომ ეტაპობრივად თელასი ამ ეტაპზეც მუშაობს რაიონში, ხორციელდება გაყვანილობის ეგრეთ წოდებული შესაბამისად იმ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც საჭიროა ელექტროენერგიის მომარაგებისთვის. გადაიარაღება ხდება ფაქტობრივად. გასაგებია, რა თქმა უნდა, ისევე როგორც გზებთან დაკავშირებით ბრძანებდით თქვენ, რა თქმა უნდა, გზაც და ყველანაირი კომუნიკაცია საჭიროებს პერიოდულად აღდგენას და ელექტროგაყვანილობაც. ესე იგი, ამ მხრივაც რაიონში მიმდინარეობს მოწესრიგება, მდგომარეობა. იმედია ახლო მომავალში. კიდევ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და სპეციფიური რა არის თქვენი რაიონისათვის, რაზე შეიძლება ძირითადი აქცენტები რომ გავაკეთოთ. ალბათ მობილური ჯგირი ეკავენ რეჟისორი მანიშნებს, ალო გისმენთ? მოგესალმებით ბატონო გიორგი და მოგესალმებით თქვენ სტუმარს. ეხლა თვითმმართველობაზე არის საკანის საუბარი, ხო? კი ბატონო. ეხლა თვითმმართველობასთან დაკავშირებით მე მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლებიდან კმაყოფილი ვარ ყველაფერი, მაგრამ მაინც მინდა ამ საკითხში ვერკვევოდა. როდესაც იქნება სრულად თვითმმართველობა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ შეიძლება თუ არა რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს დაუშვათ შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს უფროს, რაიონული პოლიციის უფროს და სხვა ძალოვან უწყებას. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს რაიონული მილიციის უფროსი ემორჩილებოდა როგორც თავის სამინისტროს, ასევე რაიკომსაც და რაიონს. რაიკომს ყველა ემორჩილებოდა, კი ბატონო გეთანხმებით. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, სწორედ პარტია იყო მაშინ ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა და ჰქონდა მას ისეთი ბერკეტები, რომ იმორჩილებდა პოლიციასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონო გოგიტა რა შეიძლება უთხრათ, რამდენად როდესაც საუბარია იმაზე, რომ აი თვითმმართველობებს ხომ უფრო მეტი ძალაუფლება უნდა გადაეცეს, ამაზე არსებობს ეს პროექტი, არსებობს სერიოზული სამუშაოს გაწეული ამ მიმართულებით. რამდენად შეიძლება რომ ყველა რაიონს თავისი პოლიცია ყავდეს? მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმის, რომ კომპეტენტური ვარ ამ სფეროში, ხო რომ გავცე კონკრეტული პასუხი ჩვენს მენელს. უბრალოდ ეს ნამდვილად თქვენ მართალი ბრძანეთ მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა, პარლამენტი მუშაობს. არსებობს სოფლიო გამოცდილება ძალიან ბევრი საკითხი. დაველოდოთ მოვლენებს როგორ განვითარდება, როგორ გადაწყდება და შესაბამისად ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ გავცემ სრულფასოვან პასუხს იმაზე,
რომ ეს უნდა ხორციელდებოდეს ესე. დღეს მე მინდა ერთი აღნიშნო, რომ ის მომენტი რაც ხორციელდება დღევანდელი მოწყობით, რაიონული განყოფილებები იქნება თუ შესაბამისი სამმართველოები, ისინი მუშაობენ შესაბამისად, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა და ახორციელებენ ჩვენ სამუშაოს და ჩვენთან თვითმმართველობაში პრობლემა არ არის რომ დავუშვათ ამ საზოგადოებამ იზრუნოს დაცვაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთან მე პირადად მინდა აღნიშნო, რომ რაიონში აბსოლუტურად მოწესრიგებულია ეს საკითხი და კარგი, დიდი მადლობა. ეს პერსპექტივაზე შეიძლება ჩვენც გქონდას დღევანდელ გადაცემაში საუბარი, მაგრამ ჯერ მიმდინარე საკითხები მაინც მიმოვიხილოთ, ვინაიდან როგორც თქვით, საკურორტო ზონა იმის მიუხედავად, რომ თბილისის რაიონია, მაინც საკურორტო ზონად რჩება ეს დიდგორის რაიონი, გლობალურად რომ ვთქვათ და აი ამ თვალსაზრისით თუ კეთდება რაიმე, სწორედ საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებს და არა მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, არამედ ტურიზმის განვითარებაზე ძალიან სერიოზული აქცენტები კეთდება ახლა ქვეყანაში და ამას როგორ ეხმაურება დიდგორის რაიონი? რაც შეეხება ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ესეა, რომ ჩვენი რაიონი ცნობილია თავის საკურორტო ზონად ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ კლიმატური პირობებით და შესაბამისი მდებარეობით მიღებულია, რომ რაიონში ხორციელდება ზაფხულის პერიოდში, კოჯორში, წმედში, ტაბახკველაში, ამ სოფლებში, კიკეთში დასვენება მოსახლეობის. ამ თვალსაზრისით მინდა აღნიშნო თავიდანვე ვთქვი, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ ჩვენ. საკმაოდ უკვე ათვისებული ტერიტორიები, რაც იყო თავისუფალი ტერიტორიები, ჩვენ განვახორციელებთ ეგრეთ წოდებული დასასვენებელი სკვერების და ადგილების მოწყობა, რომ კიდევ ხელი შეუწყოთ გამსვენებლებს, რომ გამოვიდნენ და დაისვენონ ჩვენ რაიონში, ამოვიდნენ და დაისვენონ. და გარდა ამისა, ყველაზე მთავარი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ხორციელდება, ეს გახლავთ სოფელ ბეთანიასთან, კიკეთის გადასახვევთან მიმდინარეობს. ეს არის კერძო ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებს ესეთი კომპანია რანდევ ბეთანია. მათ განახორციელეს პროექტი სათხილამურო ტრასის მოწყობა თავისი ინფრასტრუქტურით. ეს ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია 600 მეტრიანი სათხილამურო ტრასის მოწყობა. ეს მოყვარულებისთვის იქნება და ეს დამსვენებლების ძალიან კარგი ფერდობებია. ფერდობები თვითონ ტერიტორიული ლანდშაფტური პირობებიდან გამომდინარე აღმოჩნდა ესეთი ადგილი, სადაც კერძო ინვესტორმა განჩადო ინვესტიცია და მიმდინარეობს ეს პროექტი. გარდა ამისა, კეთდება 200 მეტრიანი საბავშვო ტრასა, საციგურაო ტრასა ეგრეთ წოდებული, საციგაო ტრასა და თავის ინფრასტრუქტურით შესაბამისად მიმდინარეობს სასტუმრო შენებლობა, 3 სხვადასხვა ტიპის რესტორანი კომპლექსი შენდება და ყველა ინფრასტრუქტურა, რაც კი საჭიროა შესაბამისად სათხილამურო ტრასისთვის, ყველა ფერი დამონტაჟებული იქნება და ალბათ სავარაუდოდ, როგორც ინვესტორი აცხადებს თვითონ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ალბათ ახალი წლისთვის მე მგონი მოესწრება, რომ ალბათ გაიხსნება აღნიშნული სათხილამურო ტრასა. რაც კიდევ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და შიდა ტურიზმი ქალაქთან ახლოს მდებარე დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელი იქნება, რომ დასვენების დღეებში შაბათ-კვირას ამოვიდნენ, დაისვენონ, გაერთონ და ფაქტიურად თავისუფალი დრო გაატარონ ჩვენ რაიონში. ესე იგი, ზაფხულის კურორტი შეიძლება ზამთრის კურორტადაც იქცეს. რა თქმა უნდა, ფაქტიურად იქ შესაძლებელია ზაფხულშიც, მე როგორც მაქვს მაგარი ინფორმაცია, ზაფხულის პერიოდშიც გეგმავენ გარკვეულ სიახლეებს ამ ტერიტორიაზე, რომ სხვადასხვა შეთავაზება იქნება. ხელოვნური თოვლით და არა მარტო ხელოვნური თოვლით, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საზაფხულო კინოთეატრის მოწყობა უნდა ამ პერიოდისთვის და გარკვეულწილად ეს იქნება და მსმენელი გველოდება ბატონ გოგი და მოვისმინოთ კითხვა. ალო? გამარჯობათ, ბატონო გიორგი და ბატონო გოგი, ხო? გოგიტა ნიკოლაძე. ბატონო გოგიტა, თქვენ ბანში შემოდის შინდისი სოფელი? დიახ. იქ არის ნიკოლოზ ბარათაშვილის მამული. ხო და ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო, იქ აფრიკის ცეკვის სამუშაოები ტარდებოდა და მე ახლა ღია ეთერში არ მინდა თქვა, რა შეუშალა ხელი.
ხო და ეხლა როგორ თქვენ ხელში რომ არის როგორი მდგომარეობა არის დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ ჩვენს გვინდოდა ბატონო გოგით ამ საკითხების გარკვევა ისტორიული ძეგლების არა მხოლოდ ბარათანთ ესე იგი მამულების არამედ იქ ბეთანიისკენაც არის ორბელიანების როგორც ჩვენთვის ცნობილია რაც მოუდა შესანიშნავი ეკლესია მონასტრებია და აი ამ ყველაფერს როგორ უვლის გამგეობა ამის თაობაზე რო გითხრათ რაც შეეხება კონკრეტულ შინდისი დავიწყოთ შინდისთან ემართებაში ნამდვილად მართალი ბრძანება ჩვენი მსმენელი შინდისში მდებარეობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს სახლ-მუზეუმი იყო ფაქტიურად ერქვა ამას, მაგრამ წლების მანძილზე ფაქტიურად ეს იყო ამორტიზებული შენობა. ჩვენ ამ პერიოდში, წინა პერიოდში ეს იყო 2 წლის წინ, განვახორციელეთ შემდეგი სახის სამუშაოები. იქ ჩაუტარდა ამ სახლს აღდგენითი სამუშაოები და სარემონტო შევაკეთეთ ეს შენობა და გადაწყდა ესეთი რამ თვითონ სოფლის მოსახლეობის შინდისის მაცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ ვინაიდან მათ სოფელში არ ჰქონდათ საბავშვო ბაღი, აღნიშნულ შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც საჭირო იყო საბავშვო ბაღისთვის და აღნიშნულ შენობაში გაიხსნა საბავშვო ბაღი, თანამედროვე ტიპის, უზრუნველყოფილი იმ შესაბამისი რაც არის საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის საჭირო, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვენ არ დაგვირღვევია ის შეთანხმება, რაც თვითონ სოფლის მოსახლეობის თხოვნა იყო და ის ლიფტები, რაც ოჯახს ეკუთვნის და რაც შემორჩენილი იყო და სოფელი უვლიდა ამ ყველაფერს, ცალკე არის გაკეთებული ოთახი, ფაქტიურად, სადაც ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია და მივიდეს ნახოს და ეს შემორჩენილი გვაქვს ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახის ნივთები და როგორც სახლ-მუზეუმი ასეთი ფორმით არის შენარჩუნებული ესე. თუ შეიძლება და მე აღნიშნო თვითონ საბავშვო ბაღის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელს ატარებს. ძალიან კარგი. თუ შეიძლება სხვა საკითხებსაც რომ შევეხოთ, ვინაიდან როდესაც მე თვითონ ვახსენე ეკლესია მონასტრები და სიძველეები, ხო? არ მიხსენებია ის რომ აი სწორედ ტაბახმელასთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია ესა და ის ადამიანები, რომლებიც აქ იბრძოდნენ, მე საბჭოთა პერიოდშიც კი ჩუმად ახერხებდნენ მისვლას ამ ადგილების მონახულებას იქ ყვავილების მიტანას და რომ ხსოვნა არ დაკარგულიყო იმ სახელოვანი იუნკრების, იმ შესანიშნავი ახალგაზრდების, ვინც იქ დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში. ამას რა თქმა უნდა წლების განმავლობაში მალავდა საბჭოთა ხელისუფლება და არ ახსენებდა, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდში უკვე სხვა აქცენტები კეთდება, რა თქმა უნდა და ჩვენ იმ სახელოვან წინაპრებსაც ვიხსენებთ, მათი ბრძოლის ადგილებიც სათანადოდ უნდა იყოს მოვლილი, რომ მათი ხსოვნა უკდავყოფილი იყოს, რა თქმა უნდა, ბატონო გოგიტა და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორ მოვლით ამ ადგილებს. დაგეთანხმებით, ნამდვილად ასეა, თვითონ ეს ტერიტორია ტაბახმელის და კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიულადაც ცნობილია, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც იმ ალბედით პერიოდში მოხდა გააფთრებული ბრძოლა რუსული არმიასთან, ჩვენი ქართველი მეომრების, იუნკერების და მათ საპატივცემულოდ ჩვენ რაიონში მდებარეობს მათი ხსოვნის საპატივცემულო დღას მემორიალი. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული მემორიალისთვის ჩაგვეტარებინა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გავაფართოვეთ ტერიტორია და სულ სხვა იერსახე მიეცა და ასე რომ თვითონ ჩვენი კუთხით ყოველმხრივ ხდება ის პროცესი, რომ შენარჩუნებული იყოს, როგორც ზევანაც აღნიშნეთ, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საინტერესო იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის აღნიშნული მემორიალის მონახულება და იმ ადგილების, რომელიც არის ისტორიულად, რომელიც ამ ფაქტს უკავშირდება. გარდა ამისა არის ისტორიული ადგილი ცნობილი, ყველასთვის ცნობილია აგეთ ქოროღლის ციხე, რომელიც კოჯორში მდებარეობს, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ისტორიული ადგილია. იქაც გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენ სამომავლოდ გარკვეული რაღაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩავატაროთ, რომ იერსახე კონდეს იმ დამთვალიერებლისთვის და ტურისტისთვის, რომელიც ჩვენ რაიონში მობრძანდება და მოინახულებს. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი ჩვენ ეკლესია-მონასტრები გვაქვს რაიონში ისტორიული, თვითონ უძოს მონასტერი, ძლეთის ბეთანიის მონასტერი თავისთავად ეკლესია და შესაბამისად ჩვენი საშუალებებით გარკვეულწილად ვეხმარებით ჩვენ ეკლესია-მონასტრებს, რომ მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა მოხდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს
მოსახლეობა ვისაც სურვილი ექნება რომ მოვიდეს და მოინახულოს ეკლესიები და მონასტრები. დიდი მადლობა. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს დიდგორის რაიონის გამგებელი ბატონი გოგიტა ნიკოლაძე გახლავთ ღია სტუდიის სტუმარი 240-91-92 ღია სტუდიის ტელეფონები თუ გაქვთ შეკითხვები ბატონ გოგიტასთან იგი მზადაა უპასუხოს თქვენს კითხვებს. კიდევ სხვა საკითხებსაც რომ შევეხოთ ისევ ინფრასტრუქტურას დაუშვათ ხო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ბოლო პერიოდში კეთდება ასეთი აქცენტები გაზიფიკაციასთან დაკავშირებით, გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია თქვენთანაც ალბათ დგას ხო ეს საკითხი. როგორ მიმდინარეობს სამუშაო ბატონ გოგიტა? თან რა თქმა უნდა ეს მით უმეტეს სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხეტყის დასაზოგად ჩვენი ბუნების მოვლისათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მოსახლეობა იყოს გაზიფიცირებული. მოგახსენებთ. ნამდვილად პრობლემა იყო იმის რომ ჩვენთან რაიონში კიკეთში ბეთანიაში და ახალდაბაში გაზიფიცირება არ იყო განხორციელებული წლების მანძილზე ეს არ გაკეთებულა. წელს ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტით შესაბამისად მერის კონტროლობასთან შეთანხმებით გადაწყდა რომ ამ სამი სოფლის გაზიფიცირება განხორციელებულიყო. წლევანდელი სამუშაოებით ფაქტიურად უკვე სრულდება ეს სამუშაოები და უკვე შესაბამისად ქსელი უკვე დასრულდება. კიკეთში და ბეთანიაში განხორციელდა დაახლოებით 3 კილომეტრ-ნახევარი მაგისტრალის გაყვანა და ასევე ახალდაბა, სოფელი ახალდაბა, რომელიც მდებარეობს წყნეთის ახლოს მიმდებარედ კილომეტრი და 600 მეტრის მაგისტრალი გაყვანილია, ეს რაც შეეხება მთავარ მაგისტრალს, ხოლო წლევანდელი ჩვენი ბიუჯეტით ასევე განვახორციელეთ სატენდერო სამუშაოები ჩატარდა დაქსელვითთან დაკავშირებით და მომავალი წლისთვის უკვე დაიწყება დაქსელვა ამ სოფლების, უკვე ცენტრალური მაგისტრალი შეყვანილია ამ სოფლებში, ხოლო მომავალ წელს დაიწყება დაქსელვა და უკვე იმ წლის ბოლოსთვის აი ეს რომლებიც გაზიფიცირებული არ არის ეს სოფლები, ფაქტიურად იმ წლის ბოლოსთვის ყველა ოჯახი გაზიფიცირებული იქნება. ხოლო რაც შეეხება თვითონ გაზიფიცირების თემას, წელს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა ეს ხორციელდება მთელი თბილისის ბაღებში მერის ინიციატივით, ქალაქის სამსახურის ხელშეკრულების ინიციატივით ვახორციელებთ იმ ინდივიდუალურ ოჯახების გაზიფიცირებას, რომლებიც აქამდე არ იყვნენ გაზიფიცირებული, ეს პირველ რიგში შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს. და ეტაპობრივად მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ახალი წლისთვის დაახლოებით წლის ბოლოსთვის თან მით უმეტეს ზამთრის პერიოდი ახლოვდება, უზრუნველყოთ ამ ოჯახების გაზიფიცირება ინდივიდუალურ თქვენი თანხებით. შესაბამისად ბიუჯეტის თანხებით ჩვენ თვითმმართველი ათეულებს. გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ერთი ასეთი შეკითხვა თუ შეიძლება ბატონო გოგიტა, ჩვენი სტუდიის სტუმარი ამ დღეებში იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი სოსო წიქარიშვილი და ძალიან საინტერესო პროექტზე ისაუბრა. ეს არის თბილისში მიმდინარე პროექტი დამისამართებისა და განსაკუთრებული პრობლემა იყო მან ბრძანა ძველ უბნებში, თუმცა ასევე ძალიან სპეციფიურია აი შემოერთებულ ახალ რაიონშიც ეს პრობლემა, ვინაიდან ცნობილია რომ სოფლებში პრაქტიკულად მისამართები არ არსებობს. ალბათ თქვენს დაქვემდებარებაში არსებულ ზოგიერთ სოფელშიც წყნეთში და დაუშვათ ოჯორში და რაღაც 12 რამდენიმეში ცენტრალურ ქუჩებს ერქვა სახელები, რამდენად ცნობილია, მაგრამ ზოგადად დამისამართების პრობლემა ყველაზე მეტად დგას რაიონებში, ყველაზე მეტად დგას სოფლებში და შემოერთებულ ჩვენს აი ამ 12 სოფელშიც ალბათ არის ეს პრობლემა, თუ მუშაობთ ამ მიმართულებით, მით უმეტეს თქვენსგან უნდა გადმოინაცვლოს მალე ამ პროექტმა. კი ბატონო, მოგახსენებთ ამის შესახებ, მინდა აღვნიშნო და ეს მოსახლეობისთვისაც ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ფაქტობრივად უკვე ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა 12-ვე სოფელში ეს დაახლოებით 278 ქუჩა მოხდა ამ ქუჩების სახელდება, არ დარჩა ესე იგი არც ერთ სოფელში ქუჩა, რომელსაც თავის სახელდება არ კონდეს, ხოლო ეხლა უკვე ჩვენ ვიწყებთ შესაბამისად ნუმერაციას ქუჩებზე არსებული სახელები უკვე ყველას მიეკუთვნა. აბსოლუტურად 278 ქუჩას თავისი სახელწოდება, თავის სახელდება აქვს, ხოლო ამ ეტაპზე ეს არის უკვე გამგეობის პრეროგატივა, ჩვენ ვახორციელებთ. აქვე შეგეკითხებით უკაცრავად ბატონო გოგიტა, თვითონ სოფლების უშუალოდ თქვენი დიდგორის რაიონის გამგეობიდან
აი თუ გაითვალისწინათ დედაქალაქის საკრებულომ წინადადებები, იმიტომ რომ სოფელმა უფრო იცის ხო, აი დაუშვათ ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება რაღაც ყოფნა სახელი ერქვა და აი რომ არ შეეცვალოს რომ დარჩეს ადგილობრივი და ყველასათვის მისაღები. ეს თუ იყო გათვალისწინებული სახელდების და სახელმწიფოს მინიჭება. აბსოლუტურად ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით საკრებულოს შესაბამის კომისიასთან სახელდების და სიმბოლოების კომისია არის თანამშრომლობით და ის მოთხოვნები რაც პირველ რიგში მოსახლეობიდან წამოვიდა რომ ის სპეციფიური ისტორიული სახელდება რაც ჰქონდა დაუშვათ იმ ქუჩას ან იმ უბანს ის ყველაფერი გათვალისწინებული იქნა და შესაბამისად დღევანდელი ახალი სახელდება უკვე ითვალისწინებს იმ ძველ სახელწოდებებს რაც არის მიღებული იმ სოფლისთვის და ეგრეთ წოდებული დასახლებებისთვის. და ასე რომ ხომ არ გვეტყოთ ერთ-ერთ მაგალითს ეს გახლავთ ესეთ წნეთში ეძახიან ეგრეთ ნუშის ბაღებს ეძახიან ესეთი დასახლება არის და ჩვენ ნუშის ქუჩა დავარქვით შესაბამისად არის ქეთქეთების დასახლება ქეთქეთების ქუჩა დაერქვა ეძახდნენ ვაშლის ბაღებს ვაშლის ქუჩა ესეთი სიმბოლური სახელდება მოხდა რაც უფრო მისაღებია ადგილობრივი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ცნობილია შესაბამისად ყველასთვის მიღებულია უკვე ისტორიულადაც ყველა მიცის და მათთვის რომ გაადვილებული ყოფილიყო ამ თვალსაზრისით ეს მოხდა ამ კუთხით რომ დარჩა ის სახელდება და მნიშვნელოვანი უნდა მაიაწმეთელი ალბათ მაიაწმეთელის ქუჩა რა თქმა უნდა მაიაწმეთელის ქუჩა იყო და დარჩა შესაბამისად ეს ქუჩა ისევ არის ეს ისტორიულად იყო ესე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით იყო პირველ რიგში სახელდება და ნუმერაცია რომ ის პრობლემა იქნებოდა რომ გარკვეულწილად სასწრაფო დახმარების ბრიგადები ან დაუშვათ უმეტესად დაიფაროს სახანძროს მუშაობის თვალსაზრისით გაადვილებული იქნება ვინაიდან ნუმერაცია და დამისამართება უკვე დასრულებული იქნება ეს ყველაფერი წაადგება მოსახლეობას შესაბამისად. ეს პირველ რიგში კიდევ იმისთვის არის კარგი რომ მათი საკუთრებების დარეგისტრირება როდესაც ხდება საჯარო რეესტრში უკვე კონკრეტული მისამართით იქნებიან ესენი დარეგისტრირება. უფრო მეტიც ერთი საინტერესო პოლიტიკური ნიუანსიც კია ამ დამისამართებაში რომ არჩევნების თემასთან შეიძლება იყოს მიბმული იქ რამდენი ცხოვრობს ვინ ცხოვრობს უკვე ასეთი კონკრეტიკაც შემოდის და ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია და კარგია რომ დიდგორის რაიონი ასე აქტიურად არის ჩართული თურმე ესე იგი მალე უკვე ნუმერაცია შესაბამისად ყველა სახლს და ყველა მისამართზე უძრავნიძე საკუთრებაზე შესაბამისად მინიჭებული იქნება ნუმერაცია. ძალიან კარგი დიდი მადლობა ჩვენთვის ცნობილია ბატონო გოგიტა რომ ასევე გარდა იმისა რაც ხდება ადგილზე და რის თაობას ახალწელს თქვენ მოაცადეთ ჩვენს განსემის მსვლელობისას მიგეწოდებინეთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის თაობაზე მსმენელებისათვის ასევე ძალიან საინტერესო რამაა აი მეგობრობის დამყარება მეგობარ და მეზობელი არ არის მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ ბალტიისპირეთში და ბალტიისპირეთთან დაგემყარებიათ კავშირი. როგორ მოხდა ეს და უშუალოდ რომელ რაიონთან, რომელ ქალაქთან გაქვთ ეს კონტაქტი და რას მოიტანს ეს დიდგორის რაიონისთვის? მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ რაიონს გასულ წელს სტუმრობდა დელეგაცია ეს იყო ესტონეთიდან საუეს რაიონია ესეთი რომელიც მდებარეობს ტალინთან ახლოს მიმდებარედ ფაქტობრივად რომ შევადაროთ ჩვენი ორი რაიონი თითქმის იდენტური შეიძლება იყოს ვინაიდან ტერიტორიული მოწყობითაც და შესაბამისად სპეციფიკითაც რაიონებთან მიმართებაში ფაქტიურად ის საკურორტო ზონაც არის თავისთავად ცხადია იმიტომ რომ გარშემო უდიდესი ტერიტორიებია რომელიც არის ტყით ტყეარ უფრო მეტი ფართი არის ტყის ფართი სადაც ჩვენ გავხდით ჩვენი რაიონის დელეგაცია ჩასულები ვიყავთ და მათ გვაჩვენეს ეს ყველაფერი ემთხვევა ჩვენ რაიონულ ტერიტორიულ მოწყობას და შესაბამისად მეტწილად იქ განვითარებულია უფრო სოფლის მეურნეობის სფერო წარმოჩინებულია და მისდევენ მეცხოველეობას და ასე შემდეგ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ნაწილში ამ სოფლის მეურნეობის ნაწილში ჩვენ შემდეგ მოხდა ზოგადი შეთანხმება იყო ჩვენ ურთიერთობაზე და წელს უკვე აგვისტოს თვეში ჩვენ გავხდით მათთან სტუმრად და გაფორმდა მემორანდუმი მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად
რაც მოიცავს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენი მხარე ითანამშრომლებს და იმეგობრებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აღვნიშნეთ თავში, რომ მხარეები ჩვენ გავიზიარებთ სოფლის მეურნეობაში მიღებულ მათ გამოცდილებას, იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულწილად ის სოფლები შინდისით და ტაბახმელად იქ შეიძლება დაუშვათ ინდივიდუალურად მოსახლეობამ განახორციელოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა, იმიტომ რომ გარკვეულწილად მათ მიწის ფართობები აქვს, სადაც ამას განახორციელებენ და გარდა ამისა ჩვენ შევთავაზეთ ერთ საკითხზე, რომ ახალგაზრდული ჯგუფების გაცვლა მოხდება ჩვენ რაიონებს შორის, ახალგაზრდების, რომლებიც გარკვეულწილად გავლიან გარკვეულ სპეციფიურ დარგებში მათ გამოცდილებას, თავისთავად ვთქვათ, რომ ძალიან საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ სწავლების თვალსაზრისით, იმ კუთხით, რომ მათ როგორც სკოლაში მათ რაიონში არის ძალიან ესეთი თანამედროვე ტიპის სკოლა, სადაც ხორციელდება არა მარტო სასწავლო პროცესი ჩვეულებრივი საგანმანათლებლო, არამედ ხორციელდება ეგრეთ წოდებული იმ დარგების შესწავლა, რაც შეიძლება მათ გამოადგეთ შესაბამისად ხელსაქმისთვის, დაუშვათ გოგონებისთვის ისგნება და ესეც ბიჭებისთვის, ანუ ტექნიკურ ნაწილსაც ასწავლიან ამ თვალსაზრისით. შრომით ჩვენ. და გარდა ამისა კიდევ არის ის მომენტი ამ შეთანხმებაში, რომ მათი მხრიდან იქნება რჩევები იმ ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, რაც მათ რაიონში არის მათ განხორციელებული და ამ თვალსაზრისით ნამდვილად უკვე დაწყებული და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მიმდინარეობს ამ კუთხით. ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მინდა რომ მიაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მსმენელებს, სულ 2 წუთი რჩება ბატონო გოგიტა, მაგრამ ისევ და ისევ იმას მინდა დავუბრუნდე, რომ გინდა არ გინდა, მაინც საკურორტო ზონაა და თბილისელებისთვის ძალიან საყვარელი და სასვენებელი ადგილებია თქვენს რაიონში, დიდგორის რაიონში. თქვენ უკვე ისაუბრეთ იმის თაობაზე, რა სიახლეებია მოსალოდნელი, თუნდაც იგივე ინვესტორთან დაკავშირებით, რომ თქვით და ბეტანის ტრასაზე, ხო? მაგრამ ზოგადად რაიონში რა მდგომარეობაა, სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნები თუ არსებობს, დარბაზები თუ არსებობს, რაც არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის არის საჭირო, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობას. თუ გაქვთ ასეთი და თუ იგეგმება დაუშვათ უფრო მეტად გაფართოვება. ამ ეტაპისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ არ არის სოფელი დარჩენილი, სადაც არ იყოს ღია ტიპის სპორტული მოედნები. ეს არის კომპლექსური სპორტული მოედნები, როგორც ხელოვნურ საფარიანი, ასევე ჩვეულებრივი ტიპის სპორტული მოედნები, კომპლექსური ეს მინდა აღვნიშნო და შესაბამისად ის ახალგაზრდობა, ვინც სოფელში ცხოვრობს, სარგებლობენ ამ თვალსაზრისით და იჯანსაღებენ და დაკავებული არიან სპორტით, იმიტომ რომ ყველანაირი თვალსაზრისით შექმნილია მათთვის პირობები, რომ მათ ჰქონდეთ ხელშეწყობა სპორტის განვითარების თვალსაზრისით რაიონში. ეს ძირითადად არის ღია ტიპის სპორტული მოედნები, ფეხბურთის, კალათბურთის და მათ შეუძლია ჩოგბურთის ითამაშონ კომპლექსურ სტადიონებზე, ისეც მოწესრიგებულია ყველა სოფელში და აღნიშნო. დრო ამოგვეწურა პრაქტიკულად. ალბათ კიდევ შეგიძლიათ ინფორმაცია მიგეწოდებინა ჩვენი მსმენელებისათვის რაიონის განვითარებაზე. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში, ძალიან ახლო მომავალში ეს სოფლებიც ისეთივე იქნება, როგორც ევროპაში არის სოფლები, ქალაქის ტიპის უკვე, მით უმეტეს, რომ დედაქალაქის რაიონს წარმოადგენს დიდგორის რაიონი, დიდგორის რაიონის გამგებელი ბატონი გოგიტა ნიკოლაძე გახდა დღეს უდიესტომარი ჩვენს ძირფას მსმენელებო, მადლობას მოგახსენებთ ბატონ გოგიტა და მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მსმენელებსაც საინტერესო შეკითხვების დასმისთვის, ვინც ვერ დაგვირეკა და გვისმენა, მათაც დიდი მადლობა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, რომელიც ასეთი იყო, ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ია ჭელიძე და გიორგი ჩოყოშვილი. გემშვიდობებით, საუკეთესო სოფლად. დიდი მადლობა, გემშვიდობებით თქვენთან საერთოდ.